და ვინ იყვნენ სულეთის სამყაროში გადასული წინაპრები? რაზე ესაუბრებოდნენ მთების მწვერვალებიდან ღმერთებს? ან რისი თქმა უნდოდათ ამ სიმბოლოებით ჩვენთვის? სოფლიოს თითქმის ყველა მხარეში გვხვდება უზარმაზარი ლოდებით აგებული უძველესი არქიტექტურული ობიექტები, რომლებსაც სამეცნიერო ლიტერატურაში მეგალითები ეწოდება. ტერმინი მეგალითი ბერძნულიდან მომდინარეობს და დიდ ქვას, ანუ დიდ ლოდს აღნიშნავს. მეგალითური ნაგებობების კვლევა მსოფლიოში უკვე 100 წელზე მეტია მიმდინარეობს. უძველესი მეგალითები გავრცელებულია თითქმის მთელ დედამიწაზე. მათ წარმოშობაზე ისტორიული წყაროები არ მოიპოვება. მსოფლიოს ხალხთა მითებისა და ლეგენდების თანახმად, მეგალითური ნაგებობები ზებუნებრივი არსებების, გოლიათების ან ციკლოპების მიერ არის აშენებული. ჯერჯერობით საქართველოს მეგალითების ძალიან მცირე ნაწილია მეცნიერულად შესწავლილი. ამიტომაც საქართველო ჯერ კიდევ თეთრ ლაქად რჩება მსოფლიო მეგალითური კულტურის რუკაზე. ჩვენი მიზანიც ამ ნაკლებად ცნობილ, წარსულის გრანდიოზულ მატერიალურ კულტურასთან ზიარება. ამიტომაც ვიწყებთ მოგზაურობას მითებისა და რეალობის სამყაროში. ვნახოთ, სად მიგვიყვანს ეს გზა. პირველად გეზის სამცხე-ჯავახეთის საზაფხულო საძოვრებისკენ ავიღეთ. ყველგან სადაც კი თვალი მიწვდება, შეამჩნევთ მესაქონლეთა ბინებს. მას შემდეგ, რაც ადამიანმა ცხოველები მოიშინაურა, ათასობით წლის განმავლობაში ამ ადგილებში ისევ მისდევენ მესაქონლეობას. ადგილის უცნაურ დარაჯებს გავცდით და გრძელ თოვლის მთაზე შევუდექით ასვლას. გარემო ვულკანური ქვებითაა მოფენილი. თითქმის 2900 მეტრ სიმაღლეზე უძველესი მეგალითური სადგომია. ორას 60 მეტრის სიგრძის გალავნის ნაშთები შემოუყვება მთის თავს. მხოლოდ აღმოსავლეთის კედელთან შეიმჩნევა ნაგებობების კონტურები. დროჟამს თავისი ხელი დაუტყვია აქაურობისთვის. მშრალი წყობით ნაშენი გალავნის კედლები ზოგიერთ ადგილას მთლიანად ჩამოშლილა, თუმცა მაინც უზარმაზარ შთაბეჭდილებას ტოვებენ მნახველზე. ფუნქციურად, როგორც ჩანს, მესაქონლე ტომების საქონლის სადგომი უნდა ყოფილიყო, რომლის დაცვასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. რეკონსტრუქციის შედეგად ასეთ სურათს ვიღებთ. გრძელთოვლიდან დასავლეთით, სოფელ განძანის მიმართულებით 10-12 კილომეტრში ორი ხეობის ხერთვისში დაახლოებით იგივე ზომის მეგალითური სტრუქტურაა. გრძელთოვლის მეგალითისგან განსხვავებით, ნაგებობა რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი. კედლები აქ უფრო კარგადაა შემორჩენილი და გეგმა თავისუფლად იკითხება. მისი მდებარეობა გვაფიქრებინებს, რომ ნაგებობა მესაქონლე ტომებს ეკუთვნოდა და ერთდროულად თავდაცვის, საცხოვრებლის და საქონლის სადგომის ფუნქცია ჰქონდა. აქედან დმანისის მუნიციპალიტეტში გადავდივართ და ახლანდელ სოფელ დაგარახლოს სიახლოვეს, ლუკუნის მთაზე ჩვენ მიერ შემჩნეული ობიექტის დასაზვერად მივემართებით. მაღლა ასულებს დაახლოებით იგივე სურათი გვხვდება. გავცვალოთ ეს. ორი და 45.
თითქმის 2 მეტრანახევარი არის სიგა. 3000 კვადრატული ფართობის შემოზღუდული იყო მძლავრი კედლებით, რომელიც დამატებითი კოშკებით და კონტრფორსებით იყო გამაგრებული. ამიტომაც ფუნქციურად უფრო ციხესიმაგრის დანიშნულება უნდა ჰქონოდა. მეგალითური სიმაგრე, როგორც ჩანს, დიდი ხნის წინ იქნა მიტოვებული. კედლები თითქმის მიწის დონემდეა დაშლილი. მისი ნაწილი ადგილობრივ მოსახლეობას გამოუყენებია და საქონლის სადგომი მოუწყვიათ. თუმცა ამჟამად ალბათ აღარ იყენებენ. ამ შემთხვევაშიც რეკონსტრუქცია გვეხმარება მისი გეგმარების დადგენაში. ზუსტად სამხრეთით, სიმაგრიდან სულ რაღაც 1300 მეტრის მოცილებით, ლუკუნის მთის თავზე სიურპრიზი გველოდა. დაახლოებით 600 მეტრის სიგრძის გალავნით შემოზღუდული, უზარმაზარი ნამოსახლარის ნაშთები გადაჰყურებს დმანისისა და ზურტაკეტის პლატოებს. ფანტასტიკური ხედები იშლება ყველა მხარეს. ნამოსახლარი მთის სამხრეთ ექსპოზიციაზე ტერასულადაა განფენილი. გალავანიც და შენობებიც მთლიანადაა დანგრეული და მხოლოდ კონტურები იკითხება. მიუხედავად თავისი გამორჩეული მდებარეობისა, მეცნიერებისთვის იგი აქამდე შეუმჩნეველი დარჩა და ამიტომაც მასზე არანაირი ცნობა არ იძებნება. რეკონსტრუქციის შედეგის მიხედვით, ნამოსახლარი საოცარ მსგავსებას ამჟღავნებს უძველეს ხეთურ ქალაქებთან. მეგალითების გზაზე ხშირად ბუნების საოცრებებს ვაწყდებით. ეს ქვა ალბათ პალეონტოლოგებს ნამდვილად დააინტერესებთ. ის აშკარად ჩლიქების კვალს გავს თითქოს. მარტო ის კი არა, ეს ციცების ისენია ქათოჯან. დათვი მისდევდა რაღაცა ჩლიქოსთან. შენ ხუმრობ არა, მე მგონი მართლა ეგ არის. მეგალითური გალავნით შემოზღუდული დიდი ციკლოპური ნამოსახლარია წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის თავზეც. როგორც ჩანს, იგი წარმოადგენს ცენტრალური გეგმარების, ქალაქური ტიპის გამაგრებულ დასახლებას. გადახურვისთვის. უდია გაკეთებული. აქ. და ეს აკარგებს. და იმაზეა დაყვანილი ხედავ. ესეთი არაფერი ნახე. ჯერ კიდევაა შემორჩენილი გალავნის ფრაგმენტები. და 2 მეტრი შენარჩუნებული. ამის სიგანელ, ამის 2 მეტრი ყველა ვარიანტია. 2 მეტრია იქ. რეკონსტრუქციაზე ჩანს, რომ დასახლება სიმაგრის შიგნით მძლავრი კედლით 2 დამოუკიდებელ ნაწილადაა გაყოფილი. ზედა უკიდურეს ნაწილში ციტადელი იყო აგებული. ქვედა ნაწილში კი ალბათ საქონლის სადგომი და სამეურნეო სათავსები იყო განლაგებული. ასეთივე მეგალითური გალავნით შემოსაზღვრული ნაქალაქარია სოფელ განძანის დასავლეთით, ავჭალის ტბის მიმდებარედ. მაღალი მთის თხემზე განლაგებული ნამოსახლარი 500 მეტრის სიგრძის გალავნით იყო შემოზღუდული. აქედან პირდაპირ ჩანს აბოლის ციხე-ქალაქი, რომელიც სულ რაღაც 2,5 კილომეტრის მანძილზეა. კედლები ახლა მთლიანად დაშლილია და დრონის კადრებზე მხოლოდ ნაგებობათა კონტურები იკითხება. თუმცა აშკარად ეტყობა, რომ ახალშენის ნაქალაქარივით ისიც ცენტრალური დაგეგმარებითაა გაშენებული. მსგავსი კონფიგურაციისაა ზიარათის ციკლოპური ნაქალაქარიც, რომლის კედლების დიდი ნაწილი დეფორმირებულია. როგორც ჩანს, ნაქალაქარი დიდი მიწისძვრის შედეგად არის დანგრეული და ნაგებობებიც ამჟამად მცენარეული საფარის ქვეშაა მოქცეული.
აქედან ხელის გულზე ჩანს თითქმის მთელი ჯავახეთი. წარმოუდგენელი სილამაზე იშლება ჩვენ თვალწინ. გარდა სულ 1000 წლეულებს და ბუნებრივ კატაკლიზმებს შედარებით კარგად გაუძლო და ჩვენამდე მოაღწია ტონთიოს გრანდიოზულმა მეგალითურმა კომპლექსმა. ჯერ კიდევ მყარად დგას ციტადელის 3 მეტრის სიგანის კედლები. გარდა გარე გალავნისა, ტონთიოს ნაქალაქარს დამატებითი 3 თავდაცვითი თხრელი შემოუყვებოდა. ბრინჯაოს ხანაში იგი ერთ-ერთი უძველესი ქვეყნის ცენტრალური დასახლება უნდა ყოფილიყო. ამ ვარაუდს ამყარებს მისი სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც საშუალებას იძლეოდა გაეკონტროლებინა უზარმაზარი სივრცე და მასზე გამავალი ძველი სამყაროს საქარავნო გზები. დიდი ხანია ტონთიოს ციხე ქალაქმა ფუნქცია დაკარგა. ახლა გარემოს მხოლოდ წარსულის გაქვავებული დარაჯები აკონტროლებენ. ქარი ცდილობს დაწყვიტოს ობობების გაბმული ქსელები, რომლებიც თითქოს იჭერენ დავიწყებისთვის განწირულ ციტადელის მეგალითურ კედლებს. ცალკე დგას მეგალითური სიმაგრეების ჯგუფი, რომლებიც კონტრფორსებით გამაგრებული განიერი კედლებით გამოირჩევა. ასეთია სოფელ გუმბათის სიახლოვეს ფერდობზე მდგარი ციხე. ზემოდან კარგად ჩანს მისი გეგმარება. წინა კედელი განსაკუთრებით გამაგრებული აქვს ავრანლოს ზედა მეგალითურ ციხეს, რომლის ერთ კონტრფორსს კოშკის ფორმა აქვს. მართლაც შთამბეჭდავია ნარდევანის ციხესიმაგრის გალავანი, რომლის სისქე ზოგიერთ ადგილებში 6 მეტრს აღწევს. ზემოდან კარგად ჩანს მისი მასშტაბები და მეგალითური მშენებლობის ტექნიკა. მშენებლები გარემო პირობებს არგებდნენ მეგალითების ფორმას. ამიტომაც მდებარეობის გამო ერთმანეთისაგან დაცილებულ სიმაგრეებს ხშირად მსგავსი გეგმარება აქვს. ნეოლითიდან მოყოლებული ძველი სამყარო უჩვეულო მობილურობით და კავშირებით გამოირჩეოდა. სამხრეთ კავკასია გზების და კომუნიკაციების ფართო ქსელში აქტიურად იყო ჩაბმული. მეგალითური ციხესიმაგრეებიც მაშინდელი სავაჭრო გზების და გადასასვლელების გასაკონტროლებლად იგებოდა. ციკლოპური ნამოსახლარები და სიმაგრეები ძირითადად ძნელად მისასვლელ ადგილებშია აგებული. მშენებლობის ტექნიკის თვალსაზრისით გასაოცარია მათი ცოდნა. ამ შენობებმა ხომ ათასობით წელს და მიწისძვრებს გაუძლო. დღესაც გაუგებარია, რანაირად ახერხებდნენ ამ ხელა ლოდების აწევას და ერთმანეთზე მორგებას. თავიანთი ოსტატობის დასტურად ამ უზარმაზარი ყვავილის სახით ალბათ მინიშნება დაგვიტოვეს ბუზავეთის ქარის ციხის უძველესმა მშენებლებმა. საინტერესოა, რომ ქარის ციხე გარეგნულად დიდ მსგავსებას ავლენს სარდინიის ნურაგული კულტურის ძეგლებთან. თუმცა ის ერთადერთი მაგალითი არ არის. ნურაგების შიდა სივრცეების არქიტექტურა საოცრად ჰგავს ბორჯომის ხეობაში მდებარე მეგალითური ნაგებობების ინტერიერებს. ტყის სიღრმეში მიკარგული კოშკი ღელის ნამოსახლარის დარბაზები ძირითადად ჩაქცეულია და სრულად მხოლოდ ერთია შემორჩენილი. გეგმაში 4-კუთხა შენობა მრგვალი გუმბათითაა გადახურული. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე ტყიან ფერდობზე სოფელ ჭობისხევთან კარგად შემონახული ქვის გუმბათიანი შენობების ჯგუფია. ჭობისხევის დარბაზები განსაკუთრებული მხატვრულ კომპოზიციური მნიშვნელობისაა და მშენებლობის ტექნიკითა და მასშტაბით გამოირჩევა. ნამოსახლარის ცენტრალური ნაწილი მშრალი ციკლოპური წყობითაა ნაგები. არქიტექტურული თვალსაზრისით იგი უდავოდ მეგალითური ნაგებობების ყველა დამახასიათებელ ნიშანთვისებას ატარებს.
შიგნით შესვლისას ჩვენ თვალწინ უზარმაზარი, კონუსური გუმბათით დახურული, ოვალური დარბაზი გვხვდება, რომელიც უჩვეულო ოსტატობითაა შესრულებული. დარბაზის გუმბათი ნურაგის გუმბათს ისე ჰგავს, რომ შეიძლება ერთმანეთში აგვერიოს. ეს ყველაფერი უძველეს დროში ჩვენს კავშირებზე უნდა მიუთითებდეს. მით უმეტეს ერთმანეთის მსგავსია ჩვენთან აღმოჩენილი და სარდინიული სიმბოლოებიც. თითქმის ყველა უძველეს მეგალითურ ნამოსახლარს თავდაცვითი ზღუდეები აქვს გარშემორტყმული, თუმცა ზოგიერთი მათ გარეშეცაა, მაგრამ მშენებლობის ტექნიკით უდავოდ მეგალითურ კულტურას განეკუთვნებიან. ეს ბედენის პლატოზე არსებული უზარმაზარი ნამოსახლარია, რომელიც შუა საუკუნეების ნასოფლარად არის მიჩნეული. არადა მისი ნაგებობების ძირითადი ნაწილი აშკარად მეგალითურია და ალბათ სულ სხვა პერიოდს უნდა მივაკუთვნოთ. სამწუხაროდ ბედენის ნასახლარი საერთოდ არაა შესწავლილი და ამჯერად მხოლოდ გარეგნული არქიტექტურული მახასიათებლებით შეგვიძლია მისი შეფასება. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ნასახლარის ქვედაუბნის შენობების უზარმაზარი ქვებით ნაგები კედლები. რამდენიმე ადგილას ჯერ კიდევაა შემორჩენილი ოთახებში შესასვლელი კარების არქიტრავები. ბედენის მსგავსია ჯავახეთის პლატოზე მდებარე უძველესი ნაისის ნასახლარიც. ყველგან მეგალითური სტრუქტურებია. მშენებლობაში აქაც უზარმაზარი ლოდებია გამოყენებული. ტერიტორიაზე გვხვდება მენჰირების მსგავსი ვერტიკალურად მდგარი ქვები. აბულის მთის დასავლეთით სოფელ ვარევანის სიახლოვეს მდებარეობს ვარდციხის სახელით ცნობილი ნასახლარი. ცხოვრება აქ გვიან შუა საუკუნეამდე გრძელდებოდა. ტერიტორიაზე სხვადასხვა პერიოდის შენობების ნაშთებია, თუმცა ბევრგან შეინიშნება ადრეული დიდი ლოდებით ნაგები სტრუქტურები. ერთი შეხედვითაც კი თვალშისაცემია რამხელა განსხვავებაა ვარდის ციხის ნასახლარის მეგალითურ ნაწილსა და დასახლების დანარჩენ ნაგებობებს შორის. აქ ყველაფერი არაადამიანური ზომისაა. ამის შემხედვარე მართლაც დევის სახლში მოხვედრილ ნაცარქექიად ეგრძნობ თავს. ახლა კი მამულო პანტიანის მეგალითური ნასახლარისკენ გადავინაცვლოთ. ზაფხულში მისვლა გაჭირდა. სად მიდივართ? დრინა არ მაქვს. მოვედი. ისკენ მიმავალი გზები ლამის გაუვალ ჯუნგლებად იყო ქცეული. იძულებული გავხდით გვიან შემოდგომით დაბრუნებულიყავით. მამულას მეგალითური ნაქალაქარი მდებარეობს ქვემო ქართლში, დმანისის რაიონში, სოფელ მამულასა და პანტიანის მიმდებარედ, მდინარე ხრამის მარჯვენა მხარეს. ნაქალაქარი მოიცავს ძალიან დიდ ტერიტორიას. აქ გვხვდება იმაზე ბევრად დიდი ზომის დარბაზები, ვიდრე სხვა მეგალითურ სიმაგრეებსა თუ ნამოსახლარებში. იმდენად გრანდიოზული ნაგებობებია, რომ მართლაც ეჭვს ვერ შეიტან მათი ამშენებლების ზებუნებრიობაზე. ნაგებობების კედლები უზარმაზარი ქვებითაა აგებული. გასაოცარია, როგორ მოახერხეს 2-3 მეტრის სიმაღლეზე 3 ტონიანი ლოდის დადება და უკვე დაწყობილ ლოდებთან მორგება. 2 ტონაზე მეტი არის ყველა რა. აი ეს ქვები. დიდები. 3 ტონამდეა მინიმუმ. აი ეს და ჩალაგებული ვარ, ხო? ეს ჩალაგებულია, ხედავ, აი ესე მორგებულია ამას. და ეს შუაში არის რაღაცა გვალი შემკრა. ვივილასავითარ თუ არა, სამ ქვის გარშემო არის ისეთ დაირად. აქაც შეიჩნევა ეს ჩვეულებრივად. ხო, ანუ ქვები ეს თითქოს ძალიან არქაული ფორმაა.
თითქოს ბევრად ადრეული. ამოგიდგენია დათო თან ორ წება დააქვთ ეს ქვები დალაგებული სტანდარტულად. და ვერ ხვდები საცხოვრებლად აკეთებს დაშენებას, მართლა ანუ ვისგან იცავ თავს, ანუ ვინ ცხოვრობ ესეთი რომ ამხელა კედლებს აშენებს. მითები და ზღაპრები ხალხის უხსოვარ დროში ჩაკარგულ ისტორიის ანარეკლად უნდა მივიჩნიოთ, რომლებიც ალეგორიულად სიმბოლოების ენაზე გადმოსცემენ ადამიანთა ისტორიაში მომხდარ ეპოქალურ ცვლილებებს და მოვლენებს. როგორ არ გავიხსენოთ ძველი ქართული თქმულებები, რომლის თანახმად ძველად დებები ადამიანებთან ერთად თანაარსებობდნენ. ადამიანები მიწურებში ცხოვრობდნენ, დებები კი მიწის ზედა სახლებში. აი აქ უკვე ნაცარქექიების უბანში ვართ. არავინ იცის, სად და როდის შეიქმნა ნაცარქექიას ზღაპარი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს კომპლექსის ზედა ნაწილი გოლიათებით იყო დასახლებული, ქვედა კი ჩვეულებრივი ადამიანებით. დასახლება შუა საუკუნეებში ხელახლა აუთვისებიათ და შენობებიც მიუმატებიათ. ნაქალაქარის ტერიტორიაზე წრიული მეგალითური გალავნის შიგნით განვითარებული შუა საუკუნეების დარბაზული ტაძარია. აქვე მის სიახლოვეს გადატეხილი მენჰირი დგას, რომლის ნაწილიც იქვე გდია. ეს ნასოფლარ გრიას მეგალითური კოშკის ნარჩენია. მის გარშემო ტერიტორიაზე არსებული დასახლების შესახებ რაიმე ცნობა არ მოიპოვება. აქ არსებული დიდი ზომის ლოდებით აგებული სტრუქტურები ნასოფლარს მეგალითური დასახლებების რიგებში აყენებს. აცო, ყაყრილიანი ეს ყორღანი ხო იყო ბეთაყანელი ძოს ესეც და ის. შეიძლება. ნახე? ხედავ როგორი იქ არის? კამერა? კედლები, კამერა არის, ხედავ? ხო. ისიც ეგეთი იყო. და თან დააკვირდი მრგვალად არის. ყარათ აქ ვაყრილია გარშემო. ო, სამარხი კამერა. თითქმის ყველა მეგალითური დასახლების ქვეშ გვირაბების და ოთახების სისტემაა, რომელსაც დარნებს უწოდებენ. ისინი შუა საუკუნეების სამალავებადაა მიჩნეული. რა თქმა უნდა, შუა საუკუნეებში აშენებული მიწისქვეშა დარნებიც და სამეურნეო სათავსოებიც მრავლადაა, მაგრამ მშენებლობის ტექნიკით და სამშენებლო მასალის ზომებით მათ შორის განსხვავება აშკარაა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია აქ არსებული ერთ-ერთი დარანი. ამოვედინეთ. ამოვედინეთ. ეგ ერთი ქვის კარი არის და ეხა ქვემოთ მეორე ქვის კარია და დარბაზი. და აქ უკვე შემოვდივართ დარბაზების სისტემაში და უზარმაზარში და გასასვლელები არა? კი, მარცხნი, მარჯვნი, უბრალოდ მიწით არის ამოვსებული. მოდი შემოვდივთხილად. აი, ეგ არ მოძრაობს, ხო მიწითაა გამოვსებული. წარმოგიდგენია რამ სიგრძე ქვებია? ქვის სვეტები არის 3-4 მეტრი. იქით გრძელდება? გადის დარბაზია კიდე. შევფობ ხდეთ? გასასვლელი კიდია იქით. და მე მგონი აქ მარცხნივაც მიდის. ახლა იქ მოკლედ ეს რო გაწმენდილი იყოს, არა შეიძლება ქვემოთ ჩასასვლელი. აქ რა ხდება და თო აქ აქ შესულა. რაღაც ჩასასვლელი ძალისია. ერთი იმდენი დასახლების არის მიწის ქვეშ ამ ამოშენებულ ამოყვანილ სისტემაში. აი აქაც გადის. ეს ხოთაშორის ადვილი გასაწმენდია. ქვიშა არის ჩამოტანილი წვიმისგან. აქ შენი ფანარი დაგჭირდება. სიღრმეში შევანათოთ. მოდი წამოდი ავადათ. ოჩახ. ესე ჩენი სპელეისტიკა. ცოტა კიდე შეანათე. ხო, აი ამით მინდა. აი ჭერი ჩანს. და მიდის სიღრმეში მე. მე უფრო მიწა იყრება მთლიანად. აქეთ აი ჩემს ფეხებთან არის შესასვლელი. აქეთ. აი აქ აი. ხო აქეთ. აქეთ უკვე განიერი შესასვლელია მაგრამ. დერეფანია ხო? არა, უკვე ამოვსებული ეგეც. ეს სპეციალურად შესასწავლია საერთოდ.
კაი არის თვითონ კონსტრუქცია, გადახურვის და კედლების საკმაოდ მყარი არის, ხო, არ არის დაძრული, არ არის ჩამოქცეული. წავედი ხა. წავედი თუ კაც. მეტი. წამოიღებ მას კამერას. თავს უფრთხილი აქ. თავი ჩემია, მინდა გავუფრთხილდები, მინდა არა. მაშინ ჩაფხუც გავუფრთხილი აქ. აი. აქ ნახეთ როგორი შესასვლელი ქონდა საკეთებო. აი დაო. გამუჭრილია კამარა. და მე მაქედანაც აი გადიოდნენ, აი. ნახე? აი იქით კიდე. აი აქეთ ავის ხედავ. არ ვიცი, რა ზემოთ არის დასახლება, მიწის ზემოთ. იმის ქვეშ არის და ეს ცუდი არის, იცი რა არის? ჩვენ არ ვიცით ეს ამის ქვეშ მეორე სართულიც არის, მესამე სართულიც არის. თუ არ გაიწმინდა ვერც გაიგებ. წავედი გასასვლელისკენ. ესეც მომბრალე. რთული დასადგენია, რომელ ეპოქაში იწყება დარნების მშენებლობა. ჩვენთან მათი გეგმაზომიერი არქეოლოგიური კვლევა ჯერ კიდევ არ არის ჩატარებული. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ისინი უძველეს ბრინჯაოს ხანის მიწისქვეშა დასახლებებს წარმოადგენდნენ, რომლებსაც გვიან შუა საუკუნეებში სამალავებად იყენებდნენ. მიწისქვეშა სტრუქტურების სიმრავლით გამოირჩევა საკრისის მთის ფერდობზე ერთ-ერთი უდიდესი მეგალითური ნასახლარი, რომელიც გოხნარის ლოდოვანის სახელითაა ცნობილი. იგი მანგლისი წალკის გზიდან სულ რაღაც კილომეტრნახევარში მდებარეობს და შედარებით ადვილი მისასვლელია. კომპლექსი მოიცავს მიწის ზედა და მიწის ქვეშა ნაგებობებს. მიწისქვეშა ნაგებობები კლდის ნაპრალებშია მოწყობილი. ღია ნაწილები ამოშენებულია დიდი ზომის ქვებით და გადახურულია ბაზალტის ფილებით. შორს ახვედი? კაი შორს ასულხარ, ხმა აღარ ისმის. და მთელის დარბაზია და იქითაც მიდის, უბრალოდ ჩახერგილია. ნახე შეხედე. როგორი ხალკედლიან ნამუშევარია და ისეთი კონცენტრული წრეები აქვს. სახი ჩადის კაი და არ ვიცი, ისი ამოქოლილია. რა არის ეგ? რაღაცა დერგის და რაღაც სამყარო. მეორე ყია სხვათა შორის, აი, ძირგვერდია. მაგრამ ნახე ეს თითქოს ძალით არის გაჭედილი ეს. და აქ თავს რო გადაყოფ. ჰაერი ცივი ჰაერი გეჯახება ძალიან საგრძნობლად. ეს ქვემოთ ჩადის საერთოდ. რამდენიმე დარანი კედლების წყობითა და გადახურვებით კარგად არის შემონახული. დარნები ზევიდან ქვებისა და მიწის მასითაა დაფარული. გოხნარის ლოდოვანი ერთ-ერთი საოცრად გრანდიოზული, შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი მეგალითური ძეგლია საქართველოში.
თავს ფეხი არ ჩაგივარდებს. ბედენის ქედის ჩრდილო ექსპოზიციაზე ტყიან ფერდობზე ტერასებადაა განლაგებული საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი მეგალითური კომპლექსი ბედენის ლოდოვანი. ნამოსახლარი თითქმის მთლიანად ტყითაა დაფარული და ერთი შეხედვით მისი ზომების აღქმა ჭირს. მხოლოდ ვულკანურ ლოდების ნაღვარევში გაირჩევა ნაგებობების ჯგუფები. ქვედა დონეზე განთავსებულია ცილინდრული აღნაგობის, ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახების ლაბირინთები. სათავსოები ძირითადად მცირე ზომისაა. ზედა ნაწილში კედლები თანდათანობით ვიწროვდება და ცრო გუმბათის პრინციპით ქვის დიდი ფილებით იხურებოდა. სასულელი ჩანს. სადე? ნაგებობების ძირითადი ნაწილი მიწის ქვეშაა მოქცეული და საერთოდ შეუმჩნეველია. გასასვლელია? ხედავშენ. აქ ქლერის სტრუქტურა ჩანს მთლიანად. მე როგორ არის გადახურული? შეხედე, სამხელა ქვა არ იყურებ. ეს განით ჩანს, რომ დაახლოებით ეხლა მე ხوار 2 მეტრა, ცოტა მეტი და ერთი დიდი ქვითაა საბჯენი. ეს ერეფანი იყო და აი აქ გადიხარ, ნახე მოდი. ეხლა გავალ და ეს ჩამოიქცა. და გადიხარ მეორე აქეთ ხარ. აი აქ შედიხარ, აი. აი აქ გამოდი. ეს დაფარული იყო. ხო, ეგ ჩამოიქცა, თორემ ვაქინა შემოსასვლელი არ ჩანდა. ნახე როგორი მწვანე ქვა არის. სადა? აი შიგნით. აქეთაც ეგეთია და თო და გაპრიალებული არის და ეხლა რა შევხო ნახავ. ატრევსის აკდამი შესასვლელივითაა რა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ნუ შევიხევოთ რა არის როგორ არის წამოვიღებ განათებას ელემენტებს ზედმეტს. თუ თოკი რაღაც დაგვჭირდა შესაძრომია მე წამოვიღებ ეს ვარ ვათრიოთ ყილა. შენობების შიგნით უამრავი მიწის ქვეშ ჩასასვლელია. რამდენიმე მათგანში ჩვენც ვცადეთ შეღწევა. თიელების წარმოდგენით დევები დღესაც არიან, მაგრამ იმალებიან და თავის დროს ელოდებიან. ხშირად მიწაში ჩადიან და მიწის ქვეშ უჩინარდებიან. დევების რა მოგახსენოთ? არ ამგონია ამ ვიწრო გასასვლელებში გატეულიყვნენ. აი დათვებს კი კარგად აუთვისებია თაკაურობა. დათვის სუნია. სუნია დათვის. დათვის განავალი ყრია ბევრი. ხო. აი კერამიკა, ფედო კეცი. დემიდის იქ დიდი ადგილია. კერამიკა იყო დიდი კეცით, ნახე. დათვი არ იყოს აქ. აუ აქეთ ჩადის ბიჭო. აჰა. ჩადის და რამხელაზე ჩადის. მე და იატაკივით აქ ძირს მოსწორებული. იქ ჩადის. მაგრამ თავდება. თავდება? კი. ეს არის დათვის ბუნა კიდე თუ. შაგერ კერამიკა. მე ანტიკური პერიოდის ამგონი. ხედავ? აი ამ ევს იჭერს ეს. წარმოგიდგენია როგორ იყო აშენებული? ეს როგორ დაადეს ამ ხევა? არ ვიცი, რამხელა წარმოუდგენელი ზომისაა. წავედით. დათვის კაკაშტები. მოკლედ დათვის განავალი გავტკეპნეთ მთლიანად. ზურგით. შენდით სინათლეს ვხედავ. ვიდეო ბუა. სადმედის აქ ოთახია. ეგ იქიდან შემოდიოდნენ ისინი, წერასადაც უყურჭ. და აქ ამოდიოდნენ. და გადახურული არ მოზარმაზარი ქვებით. და კარგად ნახე ჩამჟარი.
კიდე არის შესასვლელი. გვირაბი აქვს. აუ, სად მიდის იცი? ხალხელა გვირაბი იცი? მე მგონი თუ მარჯვნივ მიდის, კიდე მიდის. მოდი კედლები ნახე თუ მარცხნივ და ესე ჩაქცეული ხებია ზემოდან. რამხელა ოთახი აქვს. დარბაზია. და რამხელა ქვითაა გადახურული. ვერ წარმოიდგენ. ზედაფილები დალაგებულია. ეს 4 მეტრი მაინცაა. 4-3-ზე. თათო. ხო, აი აქ მაგისი. აი, უყურე. აი. გადაიღე ეს. აი. უყურე რა დრეული როგორი ქედი მოყვება. დადგე იქა. სავსეა ხოლმე. აქეთ ნახე, აი ნახე, ფლიანი ისინია თითქოს ვერ. უყურე. შენ ნახე ზედ. ვა! სამკუთხა საჭიროებია, ზაუ რა საინტერესო დარბაზში ამოვედით. აქ მთელი კერამიკა ყრია, დამტრეულია მთლიანად ეს ჭურჭელი. აი. გრძელდება და მგონი გასასვლელია. აი აქ ბევრი ჭურჭელის ნამტრევია. ნუ ეს ძვლები. აქეთ ყובაჩა აქ რამდენია? დამტრეულია მთლიანად. ოთახი მთლიანად აშენებულია და ძვლები. ახლა სად მივდივართ? ახაც ოთახია, რამხელა გადახურებია. აქ გაგვიჭირდება განძრომა. გარეთ გადის, მაგრამ გაჭირდება გასვლა. მოდი ხარ. ჩვენ მიერ ნანახი ნატეხზე ამოკვეთილი ნიშანი აშკარა მსგავსებას ამჟღავნებს მტკვარ-არაქსული კულტურის კერამიკაზე დატანილ ნიშნებთან. ნასახლარს საერთოდ არ ეტყობა მეორადი გამოყენების კვალი. იგი ალბათ ერთადერთია, რომელმაც გადაკეთების გარეშე პირვანდელი სახით ჩვენამდე მოაღწია. ამიტომაც მისმა საფუძვლიანმა შესწავლამ შეიძლება მრავალ გაურკვეველ საკითხს მოჰფინოს ნათელი. სავსებით შესაძლებელია ანატოლიაში აღმოჩენილი მიწისქვეშა ქალაქების თანადროული იყოს და ჩვენთვის უცნობი გლობალური კლიმატური კატაკლიზმის გამო იყოს გამოწვეული მათი შექმნის აუცილებლობა. მეგალითურ კულტურას მიეკუთვნება უზარმაზარი ლოდებით აგებული სარიტუალო დანიშნულების ნაგებობები და მენჰირები. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია სალოცავი, რომელიც ახლანდელ სოფელ თეჯისთან მდებარეობს. საყდარს შემოვლებული აქვს წრიული მეგალითური გალავანი. ეკლესიის შიგნით დგას უზარმაზარი მენჰირი, რომელზეც ახლა ჯვარია გამოსახული. გადაღების დროს კარიბჭესთან გალავნის შიდა მხარეს შემთხვევით აღმოჩნდა მღიერებით დაფარული, ძნელად შესამჩნევი პეტროგლიფი. საღებავით არის შესრულებული, მე მგონი, რაღაც მოწითალო და შავფრად. კომპიუტერული დამუშავების შემდეგ მართალია ყველა ფიგურის გარკვევა არ მოხერხდა, მაგრამ აშკარაა, რომ აქ ნადირობის სცენაა გამოსახული. ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პეტროგლიფს მაგიური დანიშნულება უნდა ჰქონოდა. სპეციალური ლაბორატორიული კვლევის შედეგად შესაძლოა დადგინდეს მისი ასაკიც, რაც დაგვეხმარება თავად მეგალითური სამლოცველოს დათარიღებაში. თითქმის ყველა უძველესი სალოცავის ადგილზე ახლა ქრისტიანული საყდრები და ეკლესიებია აგებული. ბევრი მათგანის გარშემო შემორჩენილია ძველი მეგალითური წრიული გალავანი.
ალბათ ადრე მის ცენტრში მდგარი მენჰირის გარშემო ტარდებოდა რიტუალები. მენჰირები დღესაც რჩებიან კულტის ობიექტებად, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობისათვის მათი თავდაპირველი ბუნების შესახებ არაფერია ცნობილი. ახლანდელ სოფელ ხაჩკოეში, რომელიც ძველ ქართულ სოფელ არჯევანის ადგილზეა გაშენებული, ერთ-ერთი მოსახლის ეზოში დგას 4 სტელა. სტელები ადგილობრივ მოსახლეობას წმინდად მიაჩნია და მათთან ლოცულობენ. პირველ სტელაზე რელიეფურად გამოსახულია ხელი, ჯვარი და ეგრეთ წოდებული თამარ მეფის სიმბოლო. დღეისათვის ხელიან სტელებს მე-12-13 საუკუნეებით ათარიღებენ. თუმცა ამ სტელებზე გამოსახული სიმბოლიკა გვაფიქრებინებს, რომ ის გაცილებით ძველ დროს უნდა ეკუთვნოდეს და წინაპართა კულტთან იყოს დაკავშირებული. ხელი სამყაროს შემოქმედის ნების სიმბოლოა. იგი ანიჭებს განსაკუთრებულ, ღვთაებრივ, ხელის უფლებას გამორჩეულ ადამიანს. ჯვარი ალბათ ყველაზე ძველი სიმბოლოა, რომელიც ქვის ხანიდან მოყოლებული გახდა გარდაცვალების, აღდგომისა და უკვდავების სიმბოლო. მისი 4 სხივი ქვეყნიერების 4 მიმართულებაა. ამასთან იგი ამ სამყაროში, აწმყო დროში ერთმანეთთან აკავშირებს ქვესკნელს და ზეცას. სტელებზე გამოსახული ჯვრები არც ქრისტიანობამდელი ადამიანისთვის იყო უცხო. რაც შეეხება სიმბოლოს, მტკვარ-არაქსული და პროტოელამური ადამიანის გამომხატველი ნიშნების შედარებითი ანალიზი სტელაზე გამოსახულ სიმბოლოსთან გვაჩვენებს უდავო გრაფიკულ და სემანტიკურ მსგავსებას. ამ შემთხვევაში სიმბოლო გამოხატავს გარდაცვლილ წინაპარს, რომელიც ტრანსფორმირებისას კარგავს ამ ქვეყნიურ ნიშნებს და უზენაესის ნებით ღვთაების რანგში გადადის. კავკასიაში მეგალითური ქვებით ნაგები გრანდიოზული სამარხი ნაგებობები ძველი წელთაღრიცხვის მესამე-მეორე ათასწლეულის პირველი ნახევრიდან ჩნდება და ძირითადად ყორღანების სახითაა წარმოდგენილი. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ბერთაყანის ყორღანების მეგალითური ტექნიკით აგებული სამარხი კამერები. ახე რამხელა ხედე რამხელა შუა ფილა რომელიც თან ეს ხო გავზომეთ. თითქმის 3 მეტრომდე არის ფილა თვითონ მარტო სიგრძეში და სიგანეშიც 2 მეტრია მინიმუმ. წარმოუდგენელი შრომაა ჩადებული. გაიაზრებ, რომ ეს ააშენეს მიცოლებულისთვის, იმ გარდაცვლილი ადამიანის ეთნარქისთვის, ბელადისთვის. იმის სამუდამოდ სამყოფელი ყოფილიყო, რაღაცა მიკრო სამყარო შეუქმნეს და ესეც რო ისეთი შთამბეჭდავი და დიდებული არის. რელიგიურ წარმოდგენებთან დაკავშირებული მეგალითური ძეგლები 1000 წლეულის მანძილზე ინარჩუნებენ იდეოლოგიურ დატვირთვას. გარდასულ დროთა სულიერ სამყაროზე მოგვითხრობენ მთების წვერებზე შემორჩენილი გრანდიოზული მეგალითური ობიექტები. ჩვენ შეიძლება ვერასდროს გავიგოთ, რას ნიშნავდა ტაბაწყურის მთაზე მდებარე 7 სხივიანი უზარმაზარი გეოგლიფი. ეს კი ჯავახეთში ელიას მთის თითქმის 200 მეტრი დიამეტრის წრიული ნაგებობაა, რომელმაც შეცვლილი შინაარსით დღემდე შეინარჩუნა თავისი რელიგიური ფუნქცია. უძველესი დროიდან საკულტო ნაგებობები მთების მწვერვალებზე მდებარეობდა და მხოლოდ მოგვიანებით მოხდა მათი საცხოვრებლის სიახლოვეს გადმოტანა. საქართველოს მთიანეთში ძველ ტრადიციებს დღესაც არ დაუკარგავთ თავისი შინაარსი. ათინაგენობის საღვთო დღეობების დროს ყველა მოვალეა დაუბრუნდეს თავის საგვარეულო სალოცავს და პატივი მიაგოს წინაპართა ხსოვნას. ამ დროს თითქოს აღდგება კავშირი წარსულთან და უძველეს საფლავის ქვებზე გამოსახული პეტროგლიფებიც იბრუნებენ თავის მნიშვნელობას. ძველი დროის ადამიანისთვის ბუნებაში ყველაფერი სულიერი და მატერიალური სამყაროს განუყოფელი ნაწილი იყო და თავისი აზრობრივი დატვირთვა გააჩნდა. მთის წვერზე სიმბოლურად იკვეთებოდა 3 სამყარო: საიქიო, სააქაო და ზეციური, 3 დრო: წარსული, აწმყო და მომავალი. ფარავნის ტბის პირას, ზღვის დონიდან 2775 მეტრ სიმაღლეზე, შაორის მთის წვერზეა გაშენებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკულტო კომპლექსი.
შაურის კომპლექსი, როგორც ჩანს, წარმოადგენდა დიდ რელიგიურ ცენტრს, რომელიც საერთო კულტის გარშემო აერთიანებდა გენეტიკურად და ენობრივად მონათესავე მესაქონლე თუ მიწათმოქმედ ტომებს. იგი ორი ერთმანეთთან დაკავშირებული გამაგრებული ნაწილისაგან შედგება და მთის მაღალ და დაბალ წვერზეა გაშენებული. მათი კედლები რამდენადმე განსხვავებული წყობითაა აშენებული, რაც ადგილობრივი მასალის თავისებურებითაა გამოწვეული. ქვედა სიმაგრეში და მის გარშემო უამრავი სხვადასხვა ზომის სათავსოა შემორჩენილი. ჩამავალი მზის სხივები მისტიკურ საბორველში ხვევს გარემოს. ამ გზაზე მაღლა მიმავალს უცნაურის შეგრძნება გეუფლება. თითქოს მართლა წინაპართა სულებთან შესახვედრად მიდიხარ. კარიბჭეში შესვლისას მიცვალებულთა მეწამული მზე უკანასკნელ სხივებში გვახვევს და კიდევ უფრო ამძაფრებს ამ შეგრძნებას. შაურის კომპლექსი გარშემო მცხოვრების სხვადასხვა ტომებისთვის საერთო უნდა ყოფილიყო. არსებული მცირე ზომის სათავსები მიცვალებულთა ნეშტების შესალაგებელ აკლდამებს წააგავს. სისხლისფრად შეიღება კედლები. ცის შემყურე გოლიათის მკერდზე ჩაესვენა ღამის მზე. სიბნელემ დაისადგურა წინაპართა სულების ქალაქში. ჯადოსნური ღამე დაიწყო. სულების სინათლით გაივსო აკლდამები. რას გვიყვებიან? რაზე გვეჩურჩულებიან ნეტა? მათი ციმციმი ალბათ სინათლის ანბანია, რომელიც ყოფიერებაში ჩაგარგულებმა დავივიწყეთ. აღვადგენთ კი როდესმე კავშირს განუყოფელ სამყაროსთან. არავინ იცის, როდის და რისთვის აშენდა. მცირე აბულის მთის ფერდობზე მდებარე მეორე გრანდიოზული მეგალითური კომპლექსიც. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ისიც წინაპართა სულეთის ციხე-ქალაქი უნდა იყოს, რომელიც საერთო კულტურული და რელიგიური ტრადიციების მქონე ტომებმა ერთობლივად დააგეს და რომელთაც უპირველესად წინაპართა კულტი აერთიანებდა. ტრადიციული საზოგადოების ადამიანისათვის წინაპრის სამარხი იყო წმინდა ადგილი, საიდანაც მისი მფარველი ღვთაება ავრცელებდა თავის ძალას. კავშირს ამყარებდა შთამომავლებთან და აწესრიგებდა ამ ქვეყნიურ მიკროსამყაროს. ქართველებში წინაპართა კულტი იმდენად ძველია, რომ ლამის გენეტიკის დონეზეა ჩვენში გამჯდარი. გავიხსენოთ სვანეთში დღესაც შემორჩენილი უძველესი ლიფანალის ტრადიცია, როდესაც ოჯახები ერთი კვირის განმავლობაში მასპინძლობენ გარდაცვლილთა სულებს. საქართველოში არსებული მეგალითური კულტურის ძეგლები უხსოვარი დროიდან იქმნებოდა. ის იმ გენეტიკურ კულტურული არეალის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან ატლანტის ოკეანემდე იყო განფენილი. ერთ ფილმში შეუძლებელია ჩაედიოს ის უზარმაზარი მემკვიდრეობა, რაც მეგალითური კულტურის ძეგლების სახით დაგვიტოვეს კავკასიის ტერიტორიაზე არსებულმა ცივილიზაციებმა. მათი შესწავლა ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა და ბევრი რამ არ ვიცით.
მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უძველესი გრანდიოზული ნაგებობები ჩვენი მატერიალური კულტურის განუყოფელი ნაწილია. გაქოვებული წიგნებია, რომელთა საშუალებითაც ჩვენი წინაპრები გვიყვებიან მაშინდელი ხალხების ცხოვრებაზე, კოსმოგონიაზე და სოფლმხედველობაზე. გავშიფრავთ კი მათ ენას. ისინი ხომ წარსულიდან მითებში დაფარული სიმბოლოების ენაზე გველაპარაკებიან. იმ წარსულიდან, რომლის გააზრების გარეშე შეუძლებელი იქნება თანამედროვე სამყაროში ჩვენი როლის, ადგილისა და დანიშნულების შეცნობა.